გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში. მე ვარ თეატრალური სტუდენტი ქეთი ჯავახიშვილი, ილია-უნის სტუდენტი თამუნა თევზაძე და მეგი ფერაძე. სანამ დავიწყებთ პირველ რიგში სოლიდარობა და თავისუფლება თემურ ქათამაძეს 37 დღე რაც შემშევავს. მინდა უსურო მხნეობა, მადლობა უთხრა თავდადებული ბრძოლისთვის და ძალიან ველავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და თეატრალური წინ გვაქვს პატარა მოკლედ წერილებს ვაგროვებთ თემურისთვის და დღეს აქციის მოკლედ ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ რომ წერი კარგი, ნაგვანი ისმის? კარგი, ნახოთ ჯერჯერობით. მოკლედ ვისაც რუპარით ხარ გავაგზავნოთ მაშინ. მოკლედ ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ თეატრალური წინ გვაქვს ბოქსი სადაც შეგიძლიათ წერილი დაუწეროთ თემურ ქათამაძეს და ასევე Facebook ან Instagram გვერდზე მოგწეროთ და შემეცნებეთ რომ რაც შეიძლება მალე შევაგზავნოთ. მადლობა. მოკლედ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე 2-ზე მეტი არაც ვიკავებთ უნივერსიტეტს და მინდა რომ თქვენს პირველ რიგში გკითხოთ მე რამდენად არაც ვიკავებთ უნივერსიტეტს, რა პროცესშია ახლა თქვენი პროტესტი და რა ეტაპზეა დაახლოებით და როგორია განწყობები, მოკლედ რომ გითხრათ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ თამუნა თევზაძე ილია-უნის სტუდენტური მოძრაობიდან. ჩვენ 38 დღეა ვართ უნივერსიტეტში და პირველი რაც უნდა ვთქვათ აუცილებლად, რაც მას შემოგვეთხა, არის რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ჩვენგანაც დიდი ერთგულება და დიდი იმედი რომ შეწყვეტ შიმშილობას თემურ ქათამაძე, იმიტომ რომ ის ცოცხალი უფრო მეტად გჭირდება ყველას და მინდა რომ ჩვენ გვერდით იქნეს. ჩვენ უკვე 38 დღეა ვართ უნივერსიტეტში. ამის პარალელურად ყოველთვის შიგნით ვაწარმოებით აქტივობებს, ჰქონდა აქციაც, ასევე ჰქონდა გამოფენაც, ის ეშინია ქართულ ოცნებას. ასევე ჩვენ ჰქონდა 14 თებერვალს ბიძინა ივანიშვილისთვის სპეციალურად მოწყობილი პერფორმანსი, სადაც მას ვახსენებით ბინარის სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის და ვუთხარით, რომ ეს იქნება ბოლო დაბადების დღე, რომელსაც ის ამ ქვეყანაში გადაიხდის. ამ ეტაპზე უკვე არადების პერიოდი იწყება, ამიტომ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებული იმაზე, როგორ შეიძლება არადების პერიოდში ჩვენმა აქტივობებმა გამოინაცვლოს უფრო მეტად გარესიუსში, რა თქმა უნდა ვჩვენებით უნივერსიტეტში, მაგრამ გარესიუსს უფრო მეტად შემოვემატებით და ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს აქტივობები, რასაც გეგმავთ, უფრო მეტად რუსთავეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს. პროცესი არის უწყვეტი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე შეხვდა, რასაც თავიდან ამბობთ,
მაინც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტი ჩვენს გვერდით არის, იზიარებს ჩვენს პოზიციას და ცდილობს, რომ არ ჩაერიოს ჩვენ საქმიანობაში. ასევე ეს თავისუფლება უნივერსიტეტისგან გვაქვს, განსხვავებით TSU-ს, თეატრალურის და SEU-ს შემთხვევებისგან. ამაზე მგონი არ შევხვდეთ. მოგესალმებით, მე ვარ მეგითერაძე, TSU სტუდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნივერსიტეტში შესვლას ბევრი წინააღმდეგობა მოყვა, უკვე 40 დღეზე მეტი ვართ და გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული და ჩვენი მოთხოვნები ისევ ისეთი არის, როგორც ადრე იყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოლიდარობას გამოუცხადებს თემურ ქათამაძეს და თავისუფლებას ეთყობს ყველა პატიმრის, მათ შორის დაკავებულია TSU-ს 2 სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე, რევას კიკნაძე და ასევე უნივერსიტეტისგან ვითხოვდით, რომ ყველაფერზე კომენტარი გაეკეთებინა, რასაც გამოხმაურება არ მოყოლია. ერთადერთი ბანერები გადმოგვაკეთინეს, მამასაც დიდი პროტესტი მოყვა უნივერსიტეტის მხრიდან, მაგრამ შემართებას არ კარგავთ და რა თქმა უნდა გარეაქციებსაც უერთდებით, მაგრამ უნივერსიტეტის ფოიესაც ვიკავებთ და ვაგრძელებთ იქიდან ბრძოლას და ასეც იქნება ბოლომდე. თეატრალურს ვიტყვი, რომ ჩვენ იგივე ფორმით ვაგრძელებთ წინააღმდეგობას. ჩვენს გვაქვს რაღაც ტიპის პერფორმანსები უნივერსიტეტის წინ, ერთადაც ერთხელ რეზო კიკნაძის წერილები დღიურები წავიკითხეთ, რასაც იგი იწერება ციხიდან, გავაჟღერეთ პოლიციის მხრიდან შევიწროებით ძალადობის ფაქტები, ეს ყველაფერი დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით იყო, ანუ ხალხისგან კითხვარი დავაკეთეთ, რომელიც ხალხმა შეავსო და შემდეგ უკვე უნივერსიტეტის წინ წარმოვადგინეთ. ასევე დღეს 10 საათზე ემიგრანტების ხმას გავაჟღერებთ და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ. ხო, ჩამიდა ვკითხო, ან რაღაც ჩვენთან თეატრალურში თავიდან იყო ძალიან უფრო დიდი დოზით და ბევრი манипуляция, რაღაცა დაშინება, მოწყუება რექტორის მხრიდან და მუდმივ წინააღმდეგობას ვაწვდობოდით და მუდმივ მცდელობა იყო, რომ ჩვენი პროტესტი ჩაეხშოთ და გავაჩინებინეთ. და მაინტერესებს, ანუ ხო ამ ფორმის პროტესტს რა გამოხმაურება მოყვა და აი რაღაცა ფაქტებს თუ მოგვიყვებით, რა ტიპის წინააღმდეგობები გადაგხდათ, შეეცნახეთ ადმინისტრაციის მხრიდან ან რექტორის მხრიდან. ჩვენთანაც თავიდან წინააღმდეგობა მოყვა ყველაფერს და ანუ უნივერსიტეტში ისე მოხდა, რომ აზრი ორად გაიყო, იყო რაღაც ლექტორების ნაწილი, რომელიც იყო ჩვენ მხარეს, რომლებიც გვახმევებდნენ და ეთოსიკოს არისურებდნენ ჩვენთვის და ყოველთვის ვიონებდნენ, რომ გვერდში გვიდგანან, მაგრამ იყო ხალხის და ლექტორების ნაწილი, მათ შორის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც ყველანაირად გვაძაგებდნენ, არ იყვნენ ჩვენ მხარეს და იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ პროტესტის ესწრება მათთვის არ იყო მისაღები. ადმინისტრაციას შეეხება რამდენიმეჯერ ჰქონდა მათთან შეხვედრა და საბოლოოდ მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ უნივერსიტეტის ფოიეში გვექნებოდა ამ ყველაფრის გასცემის უფლება, მაგრამ მაინც რაღაც წინააღმდეგობები მოყვა. ანუ ძირითადად სულ იმას გთხოვენ, რომ რასაც გავაკეთებთ, ყველა აქტივობა შეთანხმებული იყოს ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. და იყო წინააღმდეგობა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გვაქვს ბანერები გადმოკიდებული და შეთანხმებულები ვიყავით, რომ ეს ბანერები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ჩამოგვიხსნეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობაც მოყვა და რაც ჩამოგვიხსნეს, იმაზე მეტი ბანერი გადმოვკიდეთ კიდევაც. ასევე იყო უნივერსიტეტის წინ კამპანიას ჰქონდა ჩვენ გაგებებული მესაუბრე და მაგ დროსაც რაღაც წინააღმდეგობა იყო უნივერსიტეტის მხრიდან, მაგრამ ყოველთვის ვთქვით, რომ რაღაცნაირად მოლაპარაკების გზით მიაღწიეთ ხოლმე რაღაც კონსენსუსს, მაგრამ ხშირად ეს ძალიან დიდი ბრძოლის ხარჯზე გვიჭრას ამის გაკეთება და რექტორზე შეეხება არ ხდებოდა რექტორი ძალიან ბევრჯერ გავუყოდეთ ჩვენთან შეხვედრას, ასე ვიტყვი და ერთხელ ჰქონდა რექტორთან შეხვედრა და დიდეთ ამას შედეგი არანაირი არ გამოიღო. ისე რომ ხდა და მოკლედ ადმინისტრაციის მხრიდან კანონის თემაზე ვიტყვი. გვეუბნებოდნენ, რომ გასვლა იყო საჭირო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ პოზიციას არ ვიცით და საქმის ბოლომდე მივიყვანთ. მადლობა. ახალი
ახალი კანონის დაინიცირების შემდეგ ჩვენთან არ ყოფილა არანაირი ანუ ადმინისტრაციის მხრიდან ამას სანდაკავშირებით არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მაგრამ ის თემი გავიხსენა, როცა თეატრალურთან, თესეულთან მოაყენეს ერთდროულად პოლიციის მანქანები და რაღაც დრო იქნა და მე გაიყვანეს ისევ. ხო, რაღაცნაირი დაშინების მცდელობა იყო ეს ალბათ. ასევე ამ ახალ კანონთან დაკავშირებით მინდა აღნიშნო, რომ იდეალურმა გააკეთა აქცია, რაც ამას ნაბიჯი იყო თქვენგან და ხო, ანუ ამ აქციაზე ჩამოგვიყვება, რაც ვფიქრობ, ანუ აი ამ კანონზე და ამ კანონთან წინააღმდეგობაში ყოფნაზე ამ თემაზე. პირველ რიგში ჩვენი უნივერსიტეტში ყოფნის მხრიდან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის რომ გამოგვეცხადა დაუმორჩილებლობა მარალეგიტიმური ხელისუფლებისთვის. და ეს თავდაპირველად ის როლად სახის დამხარვანი მიზნებით და თავი აქტიურობები ამის იყო განზრახული, ამის იყო დაგეგმილი. და შემდეგ უკვე როდესაც აქცია დავგეგმეთ, მას შემდეგ რაც გამოაცხადეს რომ შიდა სივრცეებში გაგალებოდა რაღაც ტიპის შეგვეძლო მანიფესტაცია, ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ესეც გამოგვეპროტესტებინა და გვეჩვენებინა რომ ის არის ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია, ჩვენ ვერანაირ კანონებს და წესებს ვერ დაგვიწესებს. სწორედ ამიტომ გავმართეთ აქცია პერფორმანსი, სადაც მთელი აქციის განმავლობაში ისმოდა დაკავებულების, დაბადებულების სახელები განუწყვეტლივ. აქციის შემდგომ გამოვედით უნივერსიტეტის წინ და ვისროლეთ ისე ფეიერვერკი და ისე სახელები დავითარეთ მიღებით და ამ გზით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ სისტემის ლეგიტიმის არ გვეშინია. ამის პარალელურად ჩვენთანაც იყვნენ ჩვენ დიდი ხანით გადაკავების მანქანას, მუდმივად საპატრულო მანქანები მოძრაობდნენ და მთელი ხნის განმავლობაში ღამით უნივერსიტეტის უკანა ტერიტორიაზე საპატრულო მანქანები იყვნენ, ესეც დაშინების მცდელობა იყო. თუმცა ამის შემდეგაც უკვე 13 თებერვალს ჩვენ ისევ გქონდა აქცია პერფორმანსი ბიზნესის ხელისუფლების დღესთან დაკავშირებით, სადაც ლაშა უხვადი თავის საპატრულო მანქანით იმყოფებოდა და თეთრის განმავლობაში იყვნენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ანუ ამ დაშინების მეთოდები მგონია, რომ უკვე სტუდენტებზე ნაკლებად სტრესი და ჩვენ ახალ უკვე იმ პერიოდში, იმ ეპოქაში, იმ დროში, როდესაც ჩვენ რაღაცა ტიპის უკანასახელდა გვაქვს დარჩენილი. სწორედ ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, არასდროს არ დავემორჩილებით ხელისუფლების არალეგიტიმურ კანონებს და ყოველთვის კაფიოთ და ცხადად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. და ეს პერფორმანსები თანაც ემსახურებოდა და ასე გაგრძელდება მომავალში. ანუ პირველად რომ დავინახეთ ეს დაკავების მანქანები, ანუ ამ დაშინების მცდელობა მან თავიდან მოქმედა და შეგვეშინდა და პირველი შეგრძნება და იმპულსი ეგ იყო, თუმცა ანუ მე რო ვფიქრობ ამ შიშზე, ზუსტად მაგიტო ვარ დაუმორჩილებლობაში და მაგიტო ვეცნაურები ვთქვი ამ ყველაფერს, რომ იმის შიში უფრო მაქვს, რომ მთელი ცხოვრება ამაში უნდა ვიყოთ და ამ ტერორში და ეს რეპრესია უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა, რასაც ისინი ცდილობენ და თუ ახლა ყოველ ჯერზე არ შევეწინააღმდეგებით და თან არად არ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი მსოფლმხედველისთვის, სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის და არ ვაპირებთ დანებებას და შეუძლებელია რომ უბრალოდ ამ სამსახიებში ცხოვრო და ის გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა, მე ამის უფრო გეშინია და ამიტომ უფრო ვცნობ ჩვენ ვალდებულად რომ აღდგე და დაიცვა ჩვენი თავი, ჩვენი მეგობრები და ჩვენი ქვეყანა. როგორც შესაძლოა შემოგვიყვანოს ისეთი დაკავებულები, ჯარიმები თანაც ბევრი მოსვლია ჩვენთანაც ჩვენ ძებოდრობაში ბევრი ადამიანია დაჯარიმებული, დაკავებული მათ შორის ყოფილა ბევრი და მე მგონია რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენ ვაგრძელებთ ყველანი ერთად ბრძოლას, ეს ის მაჩვენებელი უნდა იყოს უზადოდ ამ ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც გააჩერებენ ისეთი ალმის შეფასებები. ესეთი არის ადრეგების პერიოდი, მაგრამ აი მაინტერესებს რაღაც გამოცდების პერიოდი როცა იყო, თუ მოგიწიათ გამოცდებზე შეცვლა,
ხო, აი როგორ გამოვყავდით მაგ პერიოდს და პროტესტი რა გავლენა იქონია ყველაფერმა, ფედერალში თუ ყოფილა ეს პერიოდი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოცემი კონფერენციებში და სტუდენტების ნაწილი მოდიოდა ხოლმე უნივერსიტეტში გამოცემის შესაძლებლად და ძირითადად მოკლედ ჩვენ კაპიტულის სტუდენტები ვართ, ვერ გავადით გამოცემზე ნაწილი ვერ გავიდა, გამოცემზე ზოგს გასვლა მოუწია სახის გამო და ძირითადად გამოხმაურებენ ხალხიდან, რომლებიც გამოცემის დასაწერად მოდიოდნენ, მათგან არ მოსულა, მაგრამ ხო უნივერსიტეტში მაინც ხალხი მოდიოდა, ოღონდ გამოცემის და არა პროტესტების შემოერთებოდა მაგითაც, მაგრამ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებდნენ ჩვენზე რაღაც სიტყვებს და სოლიდარობას მაინც გვიცხადებდნენ. აქედან მეორე კითხვას, ანუ ის სტუდენტებზე ვლაპარაკობ, რომლებიც არ არიან, ხო, ნაცნობად პროტესტში და ითქვათ, რაიმე კომუნიკაცია თუ ქონიათ მათ თანან, რა მიზეზს ამბობენ, რატომ არ უერთდებიან ამ პროტესტს. თქვენი კომენტარი. მოკლედ არის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც უბრალოდ იდეოლოგიურად არ გვესახება. არის ნაწილი, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენკენ არიან ყოველთვის გვერდჩიგვიდგანან, ყოველთვის დაგვეხმარებიან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში მოსვლა და იქ ჩვენ შეერთდეთ ყოფნას. არის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც სხვა ფორმით აგრძელებს პროტესტს და ერთ-ერთი მიზეზები ეს არის. არის სხვადასხვა მახსოვებთან დაკავშირებით, არიან ისეთი სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ არ გვესახმარებიან. და ზოგადად ეს ხდება ჩვენთან. დაახლოებით იგივე ფონია ზუსტად თეატრალურში და ასევე თანაც იგივე შემთხვევა იყო, იგივე მიზეზების გამო მოუწია ზოგს გამოცემაზე შესვლა, ზოგი არ შევედით, მაგრამ მინდა აღნიშნო, რომ განსაკუთრებით სხვა გაპრობლემდა ყველაფერი უნივერსიტეტში იმ სტუდენტების მიმართ, ვინც პროტესტში ვართ ჩართულები, რაღაცა კომისიის დასწრება გამოცემებზე გახდა აუცილებელი, როცა ახამდე არავინ არ ესწრებოდა ამ გამოცემებს და აი რაღაც სახელმწიფოებრივი ყავდათ გაფრთხილებული, რომ აი ეს სტუდენტი აუცილებლად უნდა გაფრთხილდეს და გამოცხადდეს გამოცდაზე. და რაღაცა რეპრესიული სიასეთი და უბრალოდ იმ ადამიანების, ვინც პროტესტებს წინააღმდეგობაში ვართ, რომ გამაგარებულ დაიჭერათ. ეს რაღაცა შეშინება იყო, რომ ეს გამოცხადება გამოცდაზე, საკუთრებულ შეძება და უფრო მეტად ვაგრძნობინეს თავი გარიყულად და ხო, ანუ რაღაც ტიპის დისკრიმინაცია იყო კაპიტულ სტუდენტებზე. და შეიძლება აღნიშნო. ხო, ახლა მინდა ასევე ვილაპარაკოთ რა გაძლიერებს ამ პროცესში, რა გაძლევს სტიმულს და იმიტომ რომ არის ხშირად ესეთი კრიტიკული მომენტი, როცა ვფიქრობ, რომ აღარ არის იმედი და არაფერს გასულია პროცესთან გამყოლება და სტრესულია და რაღაცა პერსპექტივას ვერ ხედავ და ასე შემდეგ და აი ამ მომენტში რა არის ხოლმე, რაც იმედს გიგვიძებს და ბრძოლის მოდარიათის და გაიგებთ. პირველ რიგში ალბათ ერთმანეთი მოძრაობის ჩემი წევრები იმ გარემარად ერთმანეთის გვაქვს შექმნილი და ის თუ როგორ ვიბრძვით, მაშინ როდესაც დავიწყეთ უკვე ვეღარ ახერხებს, მაგალითად ემოციურად იმედი არის აღარ შეუძლია, ამ მომენტში ჩვენ ერთმანეთს ავტოვებთ და ადამიანის პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ თავზე და ასე რაღაცნაირად გაძლევთ ერთმანეთის შესაძლებლობასაც, რომ ამოვისურვოთ ცოტათი დაუბრუნდეთ ჩვენს ძალები აღვიძინოთ. გარდა ამისა, ყველაზე პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი არიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან ახლა, იმიტომ რომ ეს რაღაცა ისეთი ამბავია ამ ადამიანების დაკავება ის, რომ ისეთი ჩვენ გვერდით აღარ არიან და პროტესტის თავისუფალი აზრის ზუსტად იმავე რაღაცას, იმავე პროცესის ჩართულობის გამო დააკავეს, რომლებიც დღეს ჩვენ ვართ ჩართულები, რომ ფიზიკურად უკვე აღარ რჩება აღარანაირი სხვა გამოსავალი გადაეცვა, რომ ყოველდღე იდგეთ და ისე და უფრო მეტი წინააღმდეგობა დაანახო რელეგიტიმურ ხელისუფლებას. ასევე ის ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ბატონიერებით, გვეუბნებიან, რომ
უნდა გავუძლიერდეთ, რომ აქვს ჩვენი იმედი. ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ მეუბნებით, რომ მათ იმედი გვაქვს, ის ადამიანები, რომლებსაც მოაქვს ჩვენთვის საკვები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან და ეს ერთობა, ეს ერთმანეთი ზრუნვა, მათ შორის სტატიურებზე ზრუნვა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალას გვაძლევს ამ პროცესში და ამის და ერთ-ერთი კიდევ ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ რუსეთში ეს ქვეყანა არასდროს არ უნდა დაბრუნდეს და ეხლა ეს არის ისეთი მძიმე პერიოდი, რომ ამ პერიოდში ჩვენ თუ არ გამოვიჩინეთ შესაბამისი მეობა, შესაბამისი ძალა, შესაბამისი იმედე, ფიზიკური შეუძლებელი იქნება მერე დიდი ხნის განმავლობაში ამ პროცესების სწორ რესურსზე დაბრუნება. ვერდიდან ხوار ჩაუწია. კი. პირველ რიგში დავით ახალმჩემ თანავე ბრძოლებს. პირველი რაც მოძლიერებს არის ერთობა და მე მგონი ეს ყველა ქართველის ნაწილი არის. მინდა დავიწყო იქიდან ლაპარაკით, აი პოლიციის მოსვლის სერიები რო იყო ჩვენ უნივერსიტეტთან, მაგას უფრო მეტი ადამიანი მოვიდით უნივერსიტეტში ვიყავით და რა თქმა უნდა ეს ანუ და ეს იმის ნიშანი იყო, რომ არ შევშინდებოდით და რა თქმა უნდა ერთმანეთზე ვფიქრობდით, მაგ მომენტში ვფიქრობდით სხვა უნივერსიტეტებზე, რომლებიც ჩვენსავით უნივერსიტეტში არიან შესულები, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე არიან და რა თქმა უნდა უკანონოდ დაპატიმრებულ ხალხზე ვფიქრობდით ჩვენი ქვეყნის მომავალზე და საქართველოს იმსახურებს, რა იყოს ევროპის ნაწილი. რა თქმა უნდა ჩვენ არ შევეგუებით არალეგიტიმური ხელისუფლების ყოფნა ჩვენს ქვეყანაში და мотивაციას ზუსტად ერთმანეთი გვაძლევს და მე მგონი ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივხვდეთ ჩვენ მიზანს და აქ დაშინება იმოქმედებს ჩვენზე და არანაირი ამ მცდელობა. მადლობა დიდი. ამით დავასრულებ. ეს გვიყვება უბრალოდ, რომ შვიდმა უნივერსიტეტმა ერთად გავაკეთეთ ევროკავშირის განცხადება, სადაც უფრო მკაცრი ანალიზებს ვითხოვთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებაში ჩვენ მეგობრებს გვეუბნება, რომ საქართველო არის ევროპის შუქი და ცენტრი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანებზე დეტალო ვიცნოთ, იმიტომ რომ აქ ვართვის მენტალურად ევროპელი და ქართველი ხალხი იდეოლოგიისთვის ზუსტად ვიცით რა არის თავისუფლების შეგრძნება და ისთვის ვიცით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ხმა მოისმინოს და გარშემო კაცია ნაბიჯები და მე მჯერა ჩვენი ერთობის და მჯერა ჩვენი გამარჯვების და მადლობა ყველა თითოეულ თქვენგან თითოეულ მებრძოლს და ძალიან მაძლიერებს ყველა. მადლობა.